ჩვენ თაობა უკვე და ჩვენი მომავალი თაობა ხო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშია იმ მხრივ რომ ჩვენ მშობლებს ვეკამათებით როცა ისინი ასაკში შედიან ხანდახან არ ვუთმობთ ხოლმე სიტყვას რაღაცას ვასწავლით უფრო მეტად მაგალითად ჩემმა შვილებმა უკეთესად იციან ტექნიკას ან მოპყრობა ისევე როგორც სოციალურ ქსელებთან ვიდრე ჩვენ ხო ფაქტია შესაბამისად ჩვენ ხანდახან მათი შეგირდებიც ვართ ისინი ჭკუას გვასწავლიან რაღაც მიმართულები და ეს ავტორიტეტი ნელა უფრო დაბლდება უფრო მცირდება რაც არ უნდა ხელოვნურად უნდა ეცადო ეს შექმნა ყველაფერი იმიტომ რომ ბუნებრივ ურთიერთობებში ის ყველაფერი არ არის მაგალითად 10 მცნება მე მამაჩემმა ამიხსნა თავის დროს იმიტომ რომ ქაშვეთში ეკლესიაში რო წავიკითხე ახლა არა იცლო წარმოდგენა არ მქონდა რა იყო ან თუნდაც არა იმრუშო სიტყვა ძველ ქართული არქაული ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი როცა ეს კითხულობდი მაგრამ არ მესმოდა საერთოდ და მამაჩემმა ამიხსნა არა თვალი გითქმუდეს ანუ წარმოდგენა არ გაქვს თვალი გითქმუდეს რას ნიშნავს ხო მამისგან ანუ ავტორიტეტი იყო მშობელი ჩვენ ბავშვობაში მე იზრდები და ეს ავტორიტეტი ნელა ცდებასავით იცრიცება განა ის რომ შენ გინდა და ამას აკეთებ მაგრამ სხვა რამე არ მე უძღებიშვილის პერიოდი გვეწყება რომ ალბათ რაღაც ეგეთი არ არის დღეს ტექნიკის სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია ის რომ ჩვენ ვასწავლით მშობლებს და ადრე ეს არ იყო მშობელი მუდამ ასწავლიდა შვილს კი ცხენის მართვას მშობელი ასწავლიდა და დღეს ბავშვმა შეიძლება მანქანის დარება ბებია-ბაბუას ასწავლოს და იმათმა ვერ ისწავლონ ვერაითუს ანუ კომპიუტერში რაღაც პროგრამის გაკეთება ელემენტარული მარტივი და ბავშვი მე დასცინია რომ აი როგორ არ გესმის ეუბნებიან ხოლმე ხო არის ეს დამოკიდებულება აი უწმინდესთან ეს ყველაფერი წაშლილი იყო ეს არ გქონდა ის რომ რაღაც გვესწავლებინა ერთხელ დამარეკინა მითხრა რომ მეუფე დიმიტრის დაურეკეო მის მიშულზეა საუბარი და იქ ხო არ არსებობს რომ მას სხვა ფორმით მიემართა თუნდაც მიშვილისთვის ხო და ხმა მაღალზე ჩავრთე ტელეფონი მეუფე მეთქი აი უწმინდეს უნდა დალაპარაკება თქო და დიახ თქვენ უწმინდესო დავლოცეთ და უწმინდესი ეუბნება დალოცვის მერე ეუბნება რომ მეუფე გახსოვსო შენ რამდენიმე თვის წინ რომ მითხარიო რომ არისო რაღაც პროგრამაო კომპიუტერულიო ინგლისურის სასწავლებელიო რომელშიც როცა რაღაც ერთ პირველ ეტაპს სწავლობ მე და გამოცდას თუ ჩააბარებ ტესტს თუ ჩააბარებ ნორმალურად მე გაძლევს საშუალებას რომ მეორე ეტაპი გაგეხსნას ანუ ვერ გადაახტები პირველი უნდა ჩააბარო მე მეორე მე მესამე გვერდი მე მეოთხე ასე ყოველ გვერდს აქვს თავისი ისა და კი თქვენ უწმინდესო როგორ არაო ეს ამასო როგორ ჩეკპირითო ჩამოგიდადო მე რამდენი ხანი გავიდაო ეგო 3 თვის წინ მითხარო შენ გონია რომ მე მაგის დრო მაქვს რომ ვიცადო ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინ გამიგეთ ხო იქაც კი ტექნიკაშიც კი ის განვითარებას ცდილობდა ანუ ინგლისური სწავლას აპირებდა კი რაღაც საფუძვლები ქონდა გერმანული საფუძვლები ქონდა უწმინდეს მაგრამ ანუ რას რომ ასაქსის არ აქცევდა ყურადღებას აბსოლუტურად მათ შორის ამ ტექნიკის გამოყენებით ის სიკეთისთვის ამ ტექნიკის გამოყენების სასურველობას ხედავდა და აუცილებლობას ასევე